მოგესალმებით, მე ლევან მოლაშვილი ვარ და ეს არის ჩვენი YouTube არხი ონლაინ კომერციის შესახებ. ამ ვიდეოში მე თქვენ წარმოგიდგენთ, გიჩვენებთ თუ როგორ დავრეგისტრირდეთ Etsy-ზე და დავიწყოთ ვაჭრობა სოფლიოში ყველაზე დიდ პლატფორმაზე ხალხაკეთი ნივთების მიმართულებით. მოდით დავიწყოთ. Etsy-ზე რეგისტრაციისათვის საჭირო არის ორი მიმართულება. პირველი მიმართულება ეს არის რეგისტრაცია ფინანსური სისტემის, რომელსაც ქვია Payoneer, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის უშუალოდ მაღაზიის რეგისტრაცია. ჩვენი ვიდეოს პირველ განყოფილებაში ჩვენ ერთად დავრეგისტრირდებით ამერიკულ საშუამავლო ბანკში, რომელსაც ქვია Payoneer. ეს პროცესი რეგისტრაცია და ამ ბანკში ანგარიშის გახსნა ვირტუალური სრულიად უფასო არის აბსოლუტურად და მჭირდება გარკვეული მცირე მხოლოდ პერიოდი. ჩვენ ეტაპობრივად ერთად გავუვლით აი ამ პროცესს. შეგახსენებთ, რომ Payoneer ეს არის საგადასახადო სისტემა, ამერიკული ვირტუალური ბანკი, რომელიც აკონექტებს, აკავშირებს ჩვენს ქართულ ბანკს, იქნება ეს საქართველოს, იქნება ეს TBC, თავის ამერიკულ თვითონ ბანკთან, ანგარიშთან და ჩვენ გვექნება წვდომა ამერიკულ საბანკო ანგარიშზე. მოგვენიჭება ჩვენი ანგარიშის ნომერი, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო SWIFT კოდი და ჩვენ გვექნება მარტივად ოპერირების საშუალება აი ამ საგადასახადო სისტემის დახმარებით. მას შემდეგ რაც Payoneer ჩვენ დავარეგისტრირეთ, ამის შემდეგ მარტივად შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ Etsy-ს მაღაზიის რეგისტრაციაში და დაუკავშიროთ ჩვენი საგადასახადო სისტემა სახელად Payoneer ჩვენი Etsy-ს მაღაზიას. ეს პროცესი ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ პირველ რიგში საქართველოსთან გავიაროთ Etsy-ზე გამყიდველად რეგისტრაცია და მეორე მივიღოთ საბარათე გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. Payoneer-ის საშუალებით ჩვენ საშუალება გვექნება, რომ გამყიდველმა გაყიდოს თავისი პროდუქცია საბარათე სისტემით. ანუ მყიდველს სოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება თავისი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათით მარტივად გადაიხადოს ჩვენი ხელნაკეთი პროდუქციის ღირებულება Etsy-ზე და ეს თანხა ჩაგვერიცხება შემდგომში ჩვენს ქართულ ბანკში, ნებისმიერში, რომელსაც ჩვენ მივაბამთ Payoneer-ის სისტემას. სანამ გადავალთ Payoneer-ზე და დავიწყებთ აი ამ პროცესს, მექნება ორი პატარა ორწუთიანი სარეკლამო ჭრა. პირველი ეს იქნება თხოვნა დონაციასთან დაკავშირებით, ძალიან მადლობელი ვიქნებით თუ ონლაინ კომერციის ასოციაციას კვლავ მიეცემა საშუალება თქვენი დონაციის თუნდაც მცირედი საშუალებით, რომ განვაგრძოთ აქტიურად მუშაობა. შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეოები, ისეთი ვიდეოები, რომლებიც დაეხმარება ქართულ მომხმარებელს ონლაინ კომერციის განხორციელებაში, საკუთარი პროდუქციის გლობალურ ბაზარზე გატანაში. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ ჩვენი სერვისი ფასიანი Etsy-ს მაღაზიის გახსნა, Etsy-ზე კონსულტაცია, Etsy-ს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, გაყიდვების დაწყება, ეგრეთ წოდებული, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოთ თქვენი განცხადება, თქვენი მაღაზია. ეს სერვისები ჩვენ საიტზე Etsy.g არის განთავსებული. შეგიძლიათ გაიგოთ რეგისტრაცია, ჩვენი ჯგუფი დაგიკავშირდებათ და ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით ყოველივეში. ეხლა მოდით უშუალოდ პროცესზე გადავინაცვლოთ. რეგისტრაციისას ჩვენ დაგვჭირდება ერთი იმეილი, თუ თქვენ გაქვთ იმეილი, რომელიც არასდროს გამოგიყენებიათ Etsy-ზე, არ გამოგიყენებიათ Payoneer-ზე, შეგიძლიათ თქვენი ძველი მეილი, Gmail-ი გამოიყენოთ. მე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ Gmail-ი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ Gmail-ი გადაებმება მარტივად, მოხდება ეგრეთ წოდებული აუთენტიფიკაცია ნებისმიერ სისტემასთან ძალიან მარტივად. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რომ ახალი შექმნათ, ამას არანაირ პრობლემა არ ჭირდება და დიდი მნიშვნელობაც არ აქვს მეილი ახალი იქნება თუ ძველი. მას შემდეგ რაც მეილი ჩვენ დავარეგისტრირეთ და Gmail-ი გამზადებული გვაქვს, შეგვიძლია უკვე Payoneer-ზე გადავინაცვლოთ. Payoneer, როგორც მოგახსენეთ, არის საგადასახადო სისტემა. მისი პროცენტები, პროცედურა, როგორ ხდება თანხის ჩარიცხვა, გადმორიცხვა, ამას აი ამ რეგისტრაციის პროცესში ეტაპობრივად ყველაფერს გაგაცნობთ. საიდან დავრეგისტრირდეთ Payoneer-ზე. შეგიძლიათ პირდაპირ შევძანეთ Payoneer-ზე, ან ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში არის Payoneer-ის ლინკი მითითებული, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ თუ კი $1000 მიაღწევს თქვენი აკაუნტი, თუ კი არა, როგორც კი $1000 მიაღწევს, თქვენ დაგაირიცხებათ ბონუსად $25. $25 დაირიცხება რეგისტრანტსაც და ამ ლინკის გამცემსაც. შეგიძლიათ რომ პირდაპირ შევძანდეთ, ან ლინკის ქვეშ ვიდეოს ქვეშ არსებული ლინკით გაიაროთ რეგისტრაცია და ეს ბონუსი მიიღოთ $1000-იანი ბრუნვის შემდეგ მაშინ. როგორც კი ჩვენ გადავინაცვლეთ Payoneer-ზე, ჩვენ წინაშე დაახლოებით აი ასეთი ინტერფეისი იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შეგვიძლია დავაკლიკოთ ან Open Your Account Relax, ან უბრალოდ ზედა მარჯვენა კუთხეში დავიწყოთ რეგისტრაციის პროცესი და გადავინაცვლოთ უშუალოდ აკაუნტზე. ჩვენ გვაქვს კითხვა
პირველი თუ ვინ ვარ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შუა ვარიანტი ონლაინ სელერი, რაც სრულად შეესაბამება სიმართლეს ჩვენ etsy-ზე ვიქნებით დაინტერესებული პროდუქციის გაყიდვით. და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთადერთი გრაფა get paid and make payments globally, რომ ჩვენ გვინდა საერთაშორისო გადახდების მიღება. კითხვაზე თუ რა თანხის გამომუშავებას ვარაუდობთ, მე $10,000-მდე მივუთითებ, თუმცა თუ კი თქვენ უფრო ფართო გეგმები გაქვთ და ამბიციები, რატომაც არა etsy-ზე, შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ თქვენი ბრუნვა არის დაგეგმილი შესაბამისი თანხის ოდენობით. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით და შეგვიძლია პირდაპირ დავაკლიკოთ. რეგისტრაციის ლավ ჩვენ როგორც კი დავაკლიკავთ, ჩვენ უკვე გადავდივართ უშუალოდ sign up რეგისტრაციის პროცესში, რომელიც იყოფა რამოდენიმე ნაწილად, ძირითადად 4 ნაწილად. პირველ კითხვაზე ჩვენ რეგისტრირდებით როგორც ინდივიდუალური პირი, თუ რეგისტრირდებით როგორც ბიზნესი, მე გირჩევთ რომ პირველ ეტაპზე მიუთითოთ როგორც ინდივიდუალური პირი. ანუ დავტოვოთ no my business is not registered განყოფილება. ხშირად ისმება კითხვა, აუცილებელია ინდივიდუალური სტატუსის ქონა რეგისტრაციისათვის? მე გირჩევთ რომ ამის შესახებ გაიაროთ ფინანსურ კონსულტანტთან კონსულტაცია, თუმცა საწყის ეტაპზე მე არ ვაკეთებ ინდივიდუალიზმის რეგისტრაციას, თქვენ კერძო პირად ყოველთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია, ხოლო მე გირჩევთ რომ მას შემდეგ რაც უკვე დაიწყება ბრუნვები, თქვენი etsy-ის მაღაზია გახდება წარმატებული და აქტიური, ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია საგადასახადო სისტემაში მივიღოთ სტატუსი. თუმცა პირველ ეტაპზე როცა პირველ ნაბიჯებს გავთ, ჩემი აზრით ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მე დავტოვებ განყოფილებას, რომ ჩვენ არ რეგისტრირდებით როგორც ბიზნესი და შემდეგ ნაბიჯებზე გადავალთ. ასევე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერ დროს, სურვილი შემთხვევაში, თქვენ ინდივიდუალური აკაუნთი შეგიძლიათ გადაიყვანოთ ბიზნეს ანგარიშზე. მოდით შევავსოთ არსებული გრაფები. გამოდით იქიდან რომ მე რეგისტრირებული ვარ უკვე, მე დავრეგისტრირდები სხვა ადამიანის სახელით, მიუთითებ სხვა ადამიანის ინფორმაციას, მიუთითებ ასევე დაბადების თარიღს, მე გირჩევთ რომ ეს ყოველივე ინფორმაცია დეტალურად და ზუსტად მიუთითოთ, იმიტომ რომ Payoneer-ი გამომდინარე იქიდან რომ არის საგადასახადო სისტემა, ჩვენ შემდგომ პერიოდში ბრუნვის გაზრდის დროს აუცილებლად მოგთხოვს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას და თუ კი სწორად არ ვიქნება მითითებული, ეს პრობლემა შეგვიქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ხშირად პასპორტში ცოტა განსხვავებულად იწერება თქვენი სახელი. მაგალითად, მე პასპორტში მიწერია ლევანი მოლაშვილი, ლევან მოლაშვილის ნაცვლად. მე გირჩევთ რომ ზუსტად ისე მიუთითოთ, როგორც თქვენს პასპორტში არის მითითებული. ეს პროცესი თქვენ დაგაზღვევთ იმისგან, რომ გაუგებრობას გქონდეს ადგილი და საერთო ჯამში თქვენ შეგეძლებათ რომ ზუსტად წარადგინოთ თქვენი მონაცემები. country-ში ტოვებთ საქართველოს და უნდა მიუთითოთ მისამართი. მისამართზე ხშირად ისმება ხოლმე კითხვა, რომელი მისამართი მიუთითოთ, ფიქტიური თუ ფაქტიური. მე გირჩევთ რომ მიუთითოთ ის მისამართი, რომელზედაც თქვენ ცხოვრობთ. უკაცრავად რომელზედაც თქვენ ხართ რეგისტრირებული. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის მისამართი, რომელზედაც მოგდით საარჩევნო ბიულეტენი. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას იმისას, რომ როცა წარადგენთ თქვენს დოკუმენტს საცხოვრებელი სახლის შესახებ, იუსტიციის სახლი მარტივად მოგცემთ აი ამ დოკუმენტს. მიუთითეთ ის მისამართი, სადაც მოგდით ბიულეტენი. მე მიუთითებ ჩვენს მისამართს, შეიძლება რომ დეტალები ქვევით მიუთითოთ, ეს პრობლემა არ არის, ასევე უნდა მიუთითოთ ეგრეთ წოდებული პოსტკოდი, თუ არ იცით შეგიძლიათ შებრძანდეთ საქართველოს პოსტის საიტზე gpost.g და იპოვოთ საფოსტო კოდი, საფოსტო ინდექსი ეგრეთ წოდებული, თუ ვერ იპოვოთ შეგიძლიათ პოსტას უბრალოდ დაურეკოთ, თქვენი მისამართი უკანახოთ და საფოსტო სერვისი თქვენ გეტყვით საფოსტო ინდექსის მოძებნის გრაფაში, თუ რა არის თქვენი სახლის საფოსტო ინდექსი. მე მარტივად მიუთითებ ჩემი სახლის საფოსტო ინდექსს და გადავინაცვლებ შემდეგ ნაწილზე. აქ უკვე მობილურის ნომერი უნდა მიუთითოთ. მე გირჩევთ მიუთითოთ აუცილებლად მოქმედი ნომერი, რომელიც თქვენს შემთხვევაში არის ხელმისაწვდომი. ხშირად ითხოვს სისტემა ეგრეთ წოდებულ ორ ეტაპიან აუთენტიფიკაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაგჭირდებათ ხშირად SMS კოდის ჩაწერა იმის დასტურად, რომ ნამდვილად თქვენ შედიხართ აი ამ სისტემაში. Payoneer-ი საკმაოდ დაცული სისტემა არის, შესაბამისად, ცოტა ბევრი მოთხოვნები აქვს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოდით დავუვალდოთ კოდს, როგორც წესი, კოდი 2-3 წუთის განმავლობაში მოდის, შევავსოთ და განვაგრძოთ რეგისტრაციის პროცესი. შესანიშნავია, კოდი უკვე მიუთითეთ, დავალოდოთ, ხომ ნამდვილად მოვათვითონ ეს ნაწილი და შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ.
შემდეგი ნაწილი უკვე არის პაროლის მითითება. მე გირჩევთ რომ მივთითოთ ისეთი პაროლი, რომელი პაროლიც იქნება ცოტა რთულად გამოსაცნობი. რთულად გამოსაცნობში იგულისხმება რომ შეიცავდეს აუცილებლად დიდ ასოს, პატარა ასოს, ციფრს და სპეციალურ ნიშანს. სპეციალურ ნიშანში როგორც წესი გულისხმობენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ ზახილის ნიშანს, ან მაგალითად დოლარის ნიშანს, ან ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი რაც კომპიუტერის კლავიატურის ციფრებთან არის განთავსებული შიფრთხილაკით. მე შევეცდები ახლა ავირჩიო გარკვეული პაროლი და შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ. პაროლი უნდა გავიმეოროთ და მე გირჩევთ რომ აუცილებლად ჩაიწეროთ ეს ინფორმაცია. პეიონერი ძალიან ბევრი ინფორმაციას გამოგვართმევს და მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი შენახული გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აკაუნტის აღდგენა რომ დაგჭირდეთ, ძალიან გაჭირდება ამ ყველაფრის გაკეთება. შემდეგი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული security question-ი. ეს არის სპეციალური კითხვა, საიდუმლო კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ მხოლოდ თქვენ, რომელზეც პასუხი მხოლოდ თქვენ გექნებათ. ცოტა უაზრო კითხვები არის მოცემული, მე როგორც წესი ქვედა განყოფილებას ვირჩევ ხოლმე ჩვეულებრივად და შესაძლებელი არის რომ ეს თქვა აი აქედან ავიღოთ ერთ-ერთი ვარიანტი. მივუთითოთ ის პასუხი, რომელიც თქვენთვის მისაღებია. ესე იგი, თავარი არის რომ დაემთხვეს ასევე ჩვენი პაროლები ერთმანეთს და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. აი ასე, წესდა დარიგით, ყველაფერი წესრიგშია. ეხლა კი უნდა მივუთითოთ ჩვენი ID ნომერი. თქვენ აქ საშუალება გაქვთ რომ გაიაროთ რეგისტრაცია პასპორტის ნომრით, ასევე ეგრეთ წოდებული მართვის მოწმობით ან ID ბარათით. მე გირჩევთ რომ მივუთითოთ ID ბარათის ნომერი. რატომ? იმიტომ რომ ID ბარათი ძალიან მარტივი არის რეგისტრაცია და ამასთანავე ვერიფიკაციის პროცესი ეგრეთ წოდებულ სახესთან მიტანა ID-ს უფრო მარტივად გამოდის. თუმცა თქვენ თუ გსურთ პასპორტით რეგისტრაცია, მაშინ ბოლო გვერდზე მითითებული ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ციფრების კომბინაცია და ლათინური ასოების უნდა ჩავწეროთ აი ამ ველში და შეგიძლიათ ასევე პასპორტითაც დარეგისტრირდეთ სისტემაში. მე ამჯერად პირად ნომერს მივუთითებ და აი ამ პირადი ნომრით შევეცდებით რომ გადავიდეთ უშუალოდ ეს თქვათ ანუ შემდეგ ეტაპზე. მას შემდეგ რა ჩვენ პირადი ნომერი ჩავწერეთ, ნეგტილად შეგვიძლია დავაჭიროთ და მარტივად გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. პრაქტიკულად 4 განყოფილებიდან პირველი 3-ეული მარტივად შევსებულია. ჩვენ დაგვჭა ბოლო ნაწილი, სადაც ჩვენი ბანკის ინფორმაცია უნდა მივუთითოთ. ჩვენ უნდა გადავაბათ ქართული ბანკი უცხოურ აი ამ პეიონერის ანგარიში. აქ ჩამოთვლილი არის ქართული ბანკები, რომელიც თქვენ მოგწონთ, იქნება ეს საქართველოს ბანკი, Liberty ბანკი, TBC ბანკი თუ ასე შემდეგ. შეგიძლიათ სასურველი ვარიანტი აერჩიოთ, მონიშნოთ სასურველი ბანკი, მე ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკს მოვნიშნავ და ჩაწეროთ ეგრეთ წოდებული IBAN-ი. IBAN-ი ეს არის ნომერი, რომელი ნომერიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ჩავწეროთ შიგნით გრძელი ნომერი ანგარიშის. საქართველოს ბანკში ეს იწყება ასევე TBC-ის G-ით, მერე იწყება TB, ან რაღაცა ორი თვითონ ეს ვთქვათ ციფრი, ორი ლათინური ასო, მერე მოყვება ნულიანები და ეს თქვა ციფრების კომბინაცია. შეგიძლიათ ეს ინტერნეტ ბანკშიც იხილოთ, თუ ნაკლებად ესე ვთქვათ, შეგიძლიათ შევბრძანდეთ, დაურეკოთ ბანკის ოპერატორს და ბანკის ოპერატორი აუცილებლად მარტივად გეტყვით თქვენს IBAN-ის ნომერს და განვაგრძოთ რეგისტრაცია. შესანიშნავია. მოკლედ უკვე მარტივი პროცესით გავიარეთ რეგისტრაცია პეიონერზე, თუმცა ახლა აუცილებელია რომ გადავინაცვლოთ ჩვენს იმეილზე და იმეილზე აუცილებლად მოვა ორი შეტყობინება. პირველი მათგანი ჩვენ შეგვატყობინებს იმის შესახებ, რომ ჩვენი აკაუნტი, ეგრეთ წოდებული განაცხადი პეიონერზე უკვე არის განხილვის ქვეშ, ხოლო მეორე ნაწილი შეგვატყობინებს, რომ ვერიფიცირება უნდა გავუკეთოთ ჩვენს იმეილს. უბრალოდ დავაკლიკოთ, დავადასტუროთ, რომ ეს იმეილი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. იმისათვის, რათა დავაჩქაროთ ჩვენ პროცესი, ჩვენი განხილვის, მე აუცილებლად გირჩევთ, რომ პეიონერზე გადაინაცვლოთ, გახსნათ ახალი გრაფა, sign in ღილაკს დავაკლიკოთ და ჩვენ მიერ გაკეთებული, მითითებული იმეილითა და პაროლით შევიდეთ ანგარიში, შევიდეთ აკაუნტში. ეს პროცესი შედარებით დააჩქარებს განხილვის დადასტურებას პეიონერის მხრიდან და შემდეგ პროცესს გავიხსნის ხელფეხს, რომელიც მოიცავს უკვე შემდეგ ეტაპებს. ჩავწეროთ კლავინდებურად ჩვენი მეილის სახელწოდება, მე დავაკოპირებ ჩვენს მეილს, რომელიც მივუთითეთ, ასევე ის პაროლი, რომელი პაროლიც ჩვენ ჩავწერეთ რეგისტრაციის პროცესში და ჩავწეროთ პაროლი. Sign in ღილაკს დავაკლიკოთ და გადავინაცვლოთ უკვე პეიონერის რეგისტრირებულ აკაუნტში.
გვატყობინებენ რომ paroli ან ერთ-ერთი ნაწილი არ არის სწორი, სხვა შორის ძალიან ხშირად აკეთებს ხოლმე პეიონერი აი ამ პროცესს, თქვენ გთხოვთ რომ თქვენი მითითებული ინფორმაცია რომ არ არის სწორი. მე მგონია რომ ეს მისი მხრიდან არის გარკვეული თავდაცვა, დაზღვევა იმისა რომ ნამდვილად მიგათითებინეთ რომ თქვენ ხართ რეალურად მფლობელი აი ამ ანგარიშის და არა სხვა ადამიანი. შესაბამისად ესე ვთქვათ ეს მისი გარკვეული ხრიკია ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად სწორად აქვს მითითებული არაერთხელ, რეალურად ის ბევრჯერ ითხოვს აი ამ პროცესის გამეორებას, რაც ფიქრობ რომ ისევ და ისევ დაკავშირებულია აი ამ სისტემის უსაფრთხოების ნაწილთან. არა უშავს, უბრალოდ დავალოდოთ კიდევ ერთხელ ჩავწეროთ ინფორმაცია, თუ არ გაგვიშვა, მაშინ ეგრეთ წოდებული parolis აღდგენის გრაფასა და ღილაკს დავაკლიკოთ და უკვე სისტემა შეგვიშვებს. სისტემა გთხოვს რომ ჩავთვალოთ ეგრეთ წოდებული ორეტაპიანი ვერიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ შესვლაზე თქვენ დაგჭირდებათ SMS-ის მითითება, რომ ნამდვილად თქვენ ხართ ამ შემთხვევაში მე ნოთნაურ ღილაკს დავაკლიკავ, რომ ავირიდოთ თავიდან ეს ზედმეტი ეს ვთქვათ ანუ სერვისი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი იქნება თუ ორ ეტაპიან აუთენტიფიკაციას მიუთითებთ, უბრალოდ ზოგჯერ შეიძლება დააგვიანოს მოსვლა SMS-მა და ცოტა გაგვაწვალოს აი ამ პროცესმა. ჩვენ უკვე გადავდით პეიონერის აკაუნტში, თუმცა პეიონერის აკაუნტში სრული სიცარიელია. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ვერიფიცირების პროცესი, ნამდვილად დავადასტუროთ, რომ აი ამ ანგარიშების და ინფორმაციის უკან ჩვენ ვართ. ჩვენ შეგვიძლია ეგრეთ წოდებული update ღილაკს დავაკლიკოთ და ჩვენ წინაშე იქნება კვლავ 3 ძალიან მოაზრო შეკითხვა, რომელზედაც აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს შეკითხვები აუცილებელია იმ შემთხვევაში, რომ თუ ვინმე შეეცდება გატეხვას აკაუნტისას, თუ დაგჭირდებათ support-თან კომუნიკაცია, დამხმარე სისტემასთან კონტაქტი, პირველი რასაც support-ი გეკითხება ძალიან სწრაფად, ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ აქ წერთ. პასუხი უნდა გასცეთ ძალიან სწრაფად. მე გირჩევთ, რომ კითხვებზე პასუხი და პაროლები პეიონერის ცალკე ფურცელზე, ცალკე გრაფაში იქონიოთ, ისეთ ადგილას, რომელსაც არავინ არ ნახავს. მე ახლა თქვენთან ერთად ჩამოშლი აი ამ გრაფას. ავირჩევ გარკვეულ თვითონ ეს ვთქვათ, ანუ კითხვებზე პასუხს. შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი აირჩიოთ. ნუ მოგახსენებთ, მარტივად შეგიძლიათ ესე ვთქვათ, რომ გადათარგმნოთ, აი აქ რა წერია, აი აქ შეიძლება აირჩიოთ თუ რომელ ქალაქში დაიბადა თქვენი ბებია, ან ესე ვთქვათ, დედის დედა, მამის მამა, ან რომელ ქუჩაზე გაიზარდეთ, ესე ვთქვათ. ნუ აქ დიდიასო, პატარასო, აქ დიდი მნიშვნელობა მას არ აქვს, უბრალოდ მთავარია რომ სწრაფად შეძლოთ პასუხის გაცემა. მას შემდეგ რა ჩვენ დავადასტურებთ, დასტურის კოდი გამოიგზავნება მეილზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ხშირად პეიონერი აგვიანებს აი ამ კოდის მოსვლას, ხოლო შემდგომში დაგვიანებულ კოდს უკვე აღარ იღებს. ანუ საჭირო არის ხშირად და აი ამ პროცესის გამეორება და საბოლოო ჯამში შედეგს მივიღებთ. აი ამ შემთხვევაშიც მოხდა სავარაუდოდ მსგავსი რამ, უნდა დავაკოპიროთ, უნდა გადავიტანოთ, უნდა ჩავწეროთ და დავალოდოთ თვითონ თქვათ ანუ პასუხს. წინა space ეგრეთ წოდებული გამორჩა სისტემას როგორც ჩანს, დავშალე წინა ადგილი, ჩავწერეთ და მორჩა. ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულია. მორჩა, ჩვენი ესე ვთქვათ, ანუ სეტინგები დააპდეითებულია და ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ პეიონერის სისტემაში. სისტემა იტვირთება და ჩვენ ახლა უკვე უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო ანგარიშები. შეგახსენებთ, რომ მთელი პეიონერის რეგისტრაციის მთავარი მუღამი არის იმაში, რომ აი ამ სისტემამ ჩვენ უნდა მოგცეს საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია. ანუ ის IBAN-ი, SWIFT-ი, ყველაფერი რაც გვაქვს, მაგალითად, ქართულ ბანკში ნებისმიერში, საქართველოს ბანკში, TBC-ში, იგივე უნდა გქონდეს პეიონერშიც. თუმცა ამისათვის ჩვენ კვლავ უნდა დავადასტუროთ ჩვენი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ ამისათვის უნდა გადავინაცვლოთ get paid განყოფილებაში და გადავიდეთ request payment ნაწილში. მოგახსენებთ, რომ ორი მნიშვნელოვანი გრაფა არის. ეს არის receiving account-ი, ეს არის განყოფილება გრაფა, სადაც მიმღები ანგარიშები იქნება მითითებული და შემდეგი ნაწილი ეს არის უკვე get request payment განყოფილება, სადაც შეგვიძლია მოვითხოვოთ გადახდები. თუმცა მიმღები ანგარიშები ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ახლა get started ღილაკს თვითონ ვთქვათ, ანუ დავაკლიკავ და გადავალთ უკვე შემდეგი ვერიფიკაციის პროცესზე. რა გვჭირდება შემდეგი ვერიფიკაციის პროცესში? ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ის ვალუტა, რომელ ვალუტაშიც გვინდა მივიღოთ თანხები. თქვენ შეგიძლიათ სამივე მოითხოვოთ, თუმცა მე როგორც წესი ავირჩევ ორ მათგანს. ეს არის ამერიკული დოლარი და ევროპული ევრო. ორივე მათგანი სრულიად საკმარისია, თუმცა ფუნტით შეგიძლიათ დაიმატოთ. ეს უფასოა ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი, არ არის თანხასთან დაკავშირებული. მე ეხლა ფუნტი ნამდვილად არ მჭირდება, დოლარი და ევრო სრულიად საკმარისია და submit request ღილაკს დავაკლიკოთ. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა აი ამ საგადასახადო ანგარიშების მიღებაზე.
ჩვენი მოთხოვნა გადაგზავნილია, თუმცა სანამ მივიღებთ აი ამ ჩვენ საგადასახადო სისტემას, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ვერიფიცირება ჩვენი თავის. უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ჩვენ ვართ აი ამ პეიონერის ანგარიშის ფლობელი. ამისათვის ჩვენ ორი ნაწილი უნდა გავიაროთ. პირველი ეს არის ვიზუალური იდენტიფიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზუალურად უნდა გვქონდეს თან ჩვენი ID ბარათი ან პასპორტი, ის დოკუმენტი, რომლის ნომერიც ჩავწერეთ ჩვენ წინარე პროცესის დროს და მისი ნომერი უნდა გვეჭიროს ხელში და უნდა მიუთითოთ. ჩვენ ამისათვის დაგვჭირდება დამატებით კიდევ ტელეფონი, იმიტომ რომ სკანერი მოგვთხოვს, რომ ჩვენ დავასკანეროთ გარკვეული კოდი და ამ კოდით უკვე მობილური ტელეფონით და მობილური ტელეფონის კამერით დავანახოთ კამერას ჩვენი ID ბარათი ან პასპორტი, რათა დარწმუნდეს სისტემა, რომ აი ამ ID ბარათის ფლობელი ნამდვილად ჩვენ ვართ. შევიდეთ პირველი visual identity information-ში, ჩვენ გადავალთ შემდეგ გრაფაში, რომელიც წარმოდგენილი გახლავთ თვითონ ეს თქვა აი აქ იქნება როგორც წესი კოდი, რომელიც უნდა დავასკანეროთ, დაველოდოთ ვიზუალური იდენტიფიკაციის განყოფილებაში, ჩაიტვირთება თვითონ ეს თქვა ანუ სისტემა. შეიძლება რომ ეს იყოს ტელეფონით, ან შეიძლება ეს იყოს კომპიუტერით. პირველ ეტაპზე შეიძლება მოითხოვოს ტელეფონი, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება უბრალოდ ნებისმიერი ეგრეთ წოდებული სკანერი, რომელიც შეგიძლია ტელეფონში ჩამოტვირთოთ და სკანერით დასკანეროთ ეგრეთ წოდებული QR კოდი. შეიძლება მოითხოვოს კომპიუტერით იმავეს გაკეთება. ამას მნიშვნელობა არ აქვს device ეგრეთ წოდებული მოწყობილობა იქნება ტელეფონი, თუ იქნება თქვენი კომპიუტერი თუ კამერა. თუ თავიდან ტელეფონი მოგთხოვოთ და თქვენთვის ტელეფონი არ კომფორტულია, შეგიძლიათ გათიშოთ, გამოხვიდეთ, კლავ შეხვიდეთ ისევე და მე უკვე კომპიუტერს მოითხოვს სისტემა. თუ კომპიუტერს აქვს ეგრეთ წოდებული კამერა, ვებკამერა და აი ამ მითი უფრო მარტივია თქვენთვის პროცესი, შეგიძლიათ ეს პროცესი გამოიყენოთ. შეგიძლიათ კონტინიურულად დააკლიკოთ, უბრალოდ აუცილებელია ტელეფონზეც და კამერაზეც დააკლიკოთ ეგრეთ წოდებულ allow ღილაკს. ანუ სისტემას მიცეთ უფლება, რომ გამოიყენოს თქვენი მოწყობილობის კამერა. იქნება ეს ტელეფონი, თუ იქნება ეს კომპიუტერი, მნიშვნელობა არ აქვს. აი ზედა მარცხენა კუთხეში ჩვენ დავაყენეთ, თვითონ ეს ვთქვათ ეს ნაწილი. უნდა მოვიმარჯოთ თან ჩვენი პირადობა, რომელსაც შევეცდები გარკვეულწილად დავფარო, არ ვიცი რატო ფარავენ, თუმცა ალბათ უსაფრთხოებისთვის ესე ჯობია და აი ეს თვითონ ჩვენი ID ბარათი უნდა მოვათავსოთ აი ამ თვითონ ეს ვთქვათ ანუ გრაფაში. მოხდება ავტოგადაღება სისტემის მიერ და მოხდება იდენტიფიცირება. შემდგომში მოგწევს ასევე მისი მეორე ნაწილის გადაღებაც და უბრალოდ აი ამ შემთხვევაში თუ კი მოეწონება დოკუმენტი სისტემას, უკვე ეს პროცესი მწვანე ღილაკით აღინიშნება. თუ არ მოეწონება, კვლავ მოგთხოვს ამ სისტემის გაკეთებას. თავარი რა არის უბრალოდ რომ თქვენი გამოსახულება, რომელიც ID ბარათზე არის მითითებული, ზუსტად ჩაჯდეს აი ამ თვითონ გრაფაში მითითებულ ვიზუალში. ზედა პირველი ნაწილიც და მეორე შემთხვევაშიც უკანა ნაწილიც რომ მოახვედროთ და დოკუმენტზე ინფორმაცია უნდა იკითხებოდეს. კიდევ ერთხელ, თუ თქვენი ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი გაქვთ და კამერა ისეთი კარგი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელეფონი, მოითხოვოთ ტელეფონი. თუ ტელეფონი თქვენთვის დისკომფორტი არის აპლიკაციის ჩამოწერა, სკანირება და მერე ტელეფონით გავლა აუთენტიფიკაციის, შეგიძლიათ კომპიუტერი გამოიყენოთ. ამ პროცესს როგორც კი გაივლით, მე ეხლა ამას გავთიშავ, იმიტომ რომ ეხლა აი ამ პროცესის გავლას ეხლა დიდი აზრი ჩემი მხრიდან არ არის, კამერის გაცვლის შემდეგ გავაკეთებ თვითონ ესე ვთქვათ. რაც თავარია, ტექნიკურად უკვე ვიცით ეს როგორ კეთდება, ID ბარათის მიტანა კამერასთან მე მგონი შეგვიძლია უკვე. მეორე ნაწილზე მოგახსენეთ უბრალოდ, როგორც მოგახსენეთ, ორი ნაწილი ჭირდება ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციას, აუთენტიფიკაციას. პირველი ეს არის ვიზუალური აუთენტიფიკაცია, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის ინფორმაციის ატვირთვა და მითითება. ქვედა გრაფას გულისხმობ receiving account questionnaire თუ სწორად წავიკითხე. მაგრამ მე მგონი ვერ წავიკითხე სწორად. კეთილი, ეს რა არის? ეს არის პროცესი, რომ თქვენ აუტვირთავთ ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. დიდი ალბათობით დაგჭირდებათ, საჭირო არის ხოლმე საბანკო ამონაწერი უკანასკნელი 3 ან 6 თვის. თქვენ შეგიძლიათ პირველ რიგში რა თქმა უნდა აი ამ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი, რომელსაც მე თქვენთან ერთად გავვლით, თუმცა ამის გარდა დამატებით მე გირჩევთ რომ იქონიოთ ონლაინ ბანკინგში შეგძანდეთ, გადაიყვანოთ ინგლისურ ენაზე მთელი თვითონ გრაფა, ჩამოტვირთოთ PDF ფაილში ინგლისურ ენაზე, მნიშვნელობა არ აქვს დოლარი იქნება თუ ლარი, უკანასკნელი 3 ან 6 თვის ამონაწერი, ზოგჯერ 3 თვეს ითხოვს ხოლმე, ზოგჯერ იზრდება თვითონ ვადა 6 თვემდე
დღემდე პეიონერი ცulis თავის პირობებს, ამიტომ მაინც გირჩევთ გადახედოთ 3 თვეს ითხოვს თუ 6 თვეს, ან 6 თვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგაზე არავინ პრობლემას არ შეგიქმნით და აუტვირთოთ სისტემაში. თუმცა სანამ ამას გავაკეთებთ და აუტვირთავთ, მანამდე აი ამ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ აქ უნდა მივუთითოთ პირველივე გრაფა, რაში გჭირდება პეიონერი, ჩვენ გვინდა ეციზე რომ მივიხოთ თვითონ ესე თქვა აი ეს თანხა. უნდა აურჩიოთ კატეგორია, რომელიც მაქსიმალურად კარგად აღწერს ჩვენს ბიზნესს. აქ შეგიძლიათ მივუთითოთ თქვენ თუ ციფრულ ფაილებს ხედით, შეგიძლიათ მივუთითოთ რომ ციფრული ფაილები არის თვითონ ესე თქვა. მე ამ შემთხვევაში მივუთითებ რომ ეს არის არტი, ეგრეთ წოდებული, ანუ ხელოვნება, გართობა და ხელოვნება. შეგვიძლიათ მივუთითოთ ყოველ კონკრეტულად რომელი მიმართულება არის ხელოვნების, ეს არის პერფორმანსი, ეს არის ფოტოგრაფია, თუ ეს არის ეგრეთ წოდებული operation art facilities. შემდგომში შეგვიძლია მარტივად აღწეროთ ჩვენი ბიზნესი, რაც გვქნით ჩვენ I am creating handmade and I am creating ესე იგი handmade links. მარტივად დავწერ მე, ჯობია რომ უბრალოდ უფრო კარგად აღწეროთ რეალურად, გაცილებით უკეთესი იქნება. შეგიძლიათ მივუთითოთ თქვენი ვებსაიტი, თქვენი ბიზნესის, მე გირჩევთ რომ აი აქ ჩაწეროთ თქვენი Facebook გვერდი. უბრალოდ შევძანდეთ თქვენს Facebook-ზე, ეგრეთ წოდებული URL-ი დააკოპიროთ, ესე ვთქვათ, ანუ ეს გრაფა შიგნითკენ დააკოპიროთ, მე აქ უბრალოდ ახლა ზოგადად მივუთითებ. ესე იგი მე აქ დავწერ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ესე ვთქვათ, ანუ გირჩევთ რომ Facebook-ის URL-ი მივუთითოთ, გადახედავთ თვითონ ეს ვთქვათ აი ამ ყველაფერს, ასევე მივუთითოთ რომ მე პირველ ნაწილს თვითონ ეს ვთქვათ, ანუ მივუთითებ რომ მართავთ თვითონ ეს ვთქვათ აი ამ განცხადებას, აინდა მაინც Facebook-ის ერთ-ერთი გვერდი მოითხოვა, მოდით ახლა მე შევალ ერთ-ერთ გვერდზე და მივუთითებ ნებისმიერი, უბრალოდ არ მინდა რომელიმე ქართული კომპანიის გვერდი მივუთითო, იმიტომ რომ შეიძლება ეს კომპანია დაარეგისტრირდეს და მე არ შეუქმნა თვითონ ესე ვთქვათ პრობლემა. ამიტომ მოდით ამას მე გამოტოვებ შემდგომში. და შეგვიძლია მივუთითოთ რა არის ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი ჩვენი ბიზნესის. ნუ როგორც წესი მე შეგიძლიათ მივუთითოთ 2500-დან 2500-მდე ან 2500-დან 10000 დოლარამდე. თქვენ რომელიც გნებავთ. ამას დიდი მნიშვნელობა თვითონ ეს ვთქვათ, ანუ არ აქვს. რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. საბინდრულად შეგვიძლია თვითონ ეს ვთქვათ, ანუ დავაკლიკოთ და მორჩა ჩვენი სისტემა მარტივად მიებმება, მე უბრალოდ მთხოვს აქ ინფორმაციის ჩაწერას, არც მე მოდით etsy.com-ს დავტოვებ, უბრალოდ რომ გამატაროს აი ეს გრაფა, მეტი არც გვინდა არაფერი. საბინდრულად თვითონ ეს ვთქვათ, დავაკლიკოთ და დავალოდოთ წესითა და რიგით უკვე ეს ნაწილი უნდა აიტვირთოს, ვერიფიკაციის ეს ნაწილი ჩვენ უნდა გავიაროთ და პეიონერმა შემდეგ გრაფაზე უნდა გადაგიყვანოს. სანამ გადაგიყვანს, ცოტა ბოდიში მოგიხდით თუ ძალიან ნელა და დეტალურად ხსნი ამ პროცესს, უბრალოდ სწორად გამიგეთ ჯგუფში ძალიან ბევრი ადამიანი პრაქტიკულად ეხლა იწყებს განსაკუთრებით ქალბატონები, რომელსაც არ ქონდათ შეხება კომპიუტერთან და შეიძლება ბევრი ადამიანისათვის ზედმეტად გაწელილი არის ეს ვიდეო, თუმცა მირჩევნია რომ ყველასათვის გასაგები იყოს ეს პროცესი, ესე ვთქვათ და ცოტა მეტი დრო დაგაკარგვინოთ, ესე ვთქვათ აი ამ ნაწილში. მოკლედ, ჩვენ როგორც კი აი ამ ყველაფერს გავაკეთეთ, მე უბრალოდ ვიზუალური ვერიფიკაცია არ გავიარე, როგორც ჩანს საბანკო ინფორმაცია მე არ მომთხოვა, თუმცა ხშირად ბევრი ადამიანისთვის ძალიან ბევრი ადამიანთვის გამიკეთებია პეიონერი, განსაკუთრებით Amazon-ზე როცა ვაჭრობდით, ჯერ კიდე 10 წლის წინ ვიყენებდით აი ამ სისტემას, კიდე მეტი ხნის, 15 წლის წინ ალბათ, მე eBay-მაც გამოიყენა, ახლა etsy-მაც უკვე ძალიან ხშირად ითხოვს ხოლმე საბანკო ამონაწერს, ასე რომ თუ მოგთხოვათ დამატებით საბანკო ინფორმაციის ატვირთვა, თქოთ რომ არ დაიბნეთ, უბრალოდ შევძანდით თქვენს ინტერნეტ ბენკინგში, მოითხოვეთ PDF ფაილი, ინგლისურ ენაზე ჯერ გადაიყვანეთ, ქართულზე არ დატოვოთ, მიუთითეთ ბოლო 6 თვე, ჩამოწერეთ, თუ მოგთხოვათ, აუტვირთეთ. მორჩა. აი ამ პროცესს დაჭირდება რამოდენიმე დღე. თქვენ აუცილებლად როგორ უნდა მიხვდეთ? პირველი მეილზე მოვა შეტყობინება, რომ თქვენ ყველაფერი წესრიგშია, თქვენ მიიღეთ ესე ვთქვათ, ანუ რაღაცა receiving account-ი, თუ რამე დააგლა პეიონერს, არ მოგერიდებათ, აუცილებლად გეტყვით, რომ დამატებით ეს ინფორმაცია გამოგიგზავნეთ ჩვენ ესე ვთქვათ, ეს დოკუმენტი აგვიტვირთეთ, თუ ყველაფერი წესრიგშია, get paid განყოფილებაში თქვენ რო შევძანდებით, აი აქ უკვე იქნება ინგლისური, ამერიკული დროშის ქვეშ ამერიკული საგადაცხადო ნომერი, ასევე ევროპული საგადაცხადო ნომერი. ეგრეთ წოდებული IBAN-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ ვერიფიკაცია პეიონერზე. ეხლა ერთი-ორი სიტყვით ასევე პეიონერის სისტემაზე მოგიყვებით, რათა ეს ნაწილი პირველი დავასრულოთ და
გადავიდეთ მე უკვე ეციზე რეგისტრაციაზე. პეიონერიდან თქვენ შეგიძლიათ რომ ყოველთვის გადარიცხოთ თანხა იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც ჩვენ მივაბით. აი ამ პროცესში ჩვენ შეგახსენებთ რომ მიაბით თქვენი საბანკო ანგარიში, რომ ჩავწერეთ ის GE რაღაცა დიდი კოდი, ეგრეთ წოდებული IBAN-ი. იმ ნაწილზე შეგიძლიათ რომ პეიონერიდან გადარიცხოთ თანხა. გადარიცხვის ღირებულება პირველ ჯერზე უნდა იყოს მინიმუმი $100, როგორც მახსოვს. $100 მაინც უნდა იყოს ანგარიშზე დაგროვებული და გადარიცხვის ღირებულება ამ ეტაპზე არის $15. $15-ია როგორც მახსოვს. $2000-მდე. თუ $2000-ზე ზევით არის, მაგალითად, აი $10000-მდე არის დაახლოებით $27 იღებს ხოლმე 10000-მდე, ესე ვთქვათ, 10000-ზე. შემდეგი არ ვიცი. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ $2000 ზევითაც თუ დაგროვდება თანხა, ეს გადარიცხვის საკომისიო მცირდება. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ PayPal-ი უფრო მოსახერხებელი არის ამ კუთხით, იმიტომ რომ $5 აიღებს და ჩვენ $2000-მდე ჩაგვირიცხავთ. ნუ $2000-ზე მეც იღებს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში უფრო დაბალი საკომისიო აქვს. Payoneers უფრო მეტი აქვს. თუმცა Payoneers-ზე შეგიძლიათ ასევე მოითხოვოთ ბარათი. ბარათის გამოგზავნას თავისი საკომისიო აქვს. თანხაც არ დავასახელებ, იმიტომ რომ სულმუდმივად იცვლება და შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გამოგზავნა, თუმცა დაახლოებით $30 ფარგლებშია პლუს მინუს ეს სერვისი. თქვენ Payoneer-ი გამოგიგზავნით აი ამ ბარათს სახლში პოსტაში მოგივათ და ჯობია რომ პოსტაში ხშირად გადამოწმოთ ხოლმე, შეგიძლიათ რამოდენიმეჯერაც მოითხოვოთ ამ ბარათის გამოგზავნა და ეს არის უნივერსალური ბარათი. შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკომატიდან თანხა გაანახდოთ. თუმცა, ჩემი გამოცდილებით მოგახსენებთ, რომ ძალიან მაღალი პროცენტი მიაქვს განახდების საკომისიო, ამასთანავე კონვერტაციის ხარჯი აქვს უზარმაზარი, რაც ძალიან არაკომფორტულს ხდის პირადად ჩემთვის კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე Payoneer-ის ბარათის გამოყენებას. უცხოეთში გაცილებით ნაკლები აქვს, თუნდაც ევროკავშირის ტერიტორიაზე, უკრაინაში ძალიან დაბალი პროცენტი აქვს, უფრო ნაკლები პროცენტი მიაქვს განახდებისას და შეიძლება კომფორტული იყოს. ჩემ შემთხვევაში პირადად მე გირჩევით რომ პირდაპირ $15-იანი ჩარიცხვა გამოიყენოთ Payoneer-ის ანგარიშიდან თქვენი ქართული ბანკის ანგარიშზე. დავამატებ ასევე ერთ ფაქტს, რომ შეგიძლიათ Payoneer-ით იყიდოთ ყველგან. თუ ურთიერთობა გაქვთ ჩინელებთან, შესანიშნავად იცი ეს ძალიან ბევრმა დიდმა მწარმოებლებმა Payoneer-ი, პირდაპირ Payoneer-დან Payoneer-ზე შეგიძლიათ გადარიცხოთ, რაც შესანიშნავი არის, დაბალ პროცენტში შეგიძლიათ ეს პროცესი გააკეთოთ. შეგიძლიათ ბარათითაც შეიძინოთ თვითონ სადღაც, ესეც ასე თუ ისე ნორმალურია. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, გადარიცხვაც გააკეთოთ პირდაპირ თქვენი Payoneer-ის ანგარიშიდან თქვენი ქართული საბანკო ანგარიშზე. მოკლედ, ცოტა ხანი უნდა დავალოდოთ, მიიღებთ მეილს, მიიღებთ ასევე ონლაინ ანგარიშებს და უკვე ჩვენ პირველი ყველაზე არასასურველი ნაბიჯი და რთული ნაბიჯი, მოდით ესე ვთქვათ, Payoneer-ი გაკეთებული გვექნება. უკვე გადავალთ მეორე ნაწილზე, რომელსაც ETSI-ის აკაუნტის რეგისტრაცია ქვია. სანამ ETSI-ზე დავრეგისტრირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ იმ პროცესს, გამოჩნდება თუ არა საქართველოს რეგიონი რეგისტრაციის პროცესში და ამასთანავე ხომ არ შეგვექმნება გარკვეული პრობლემები მაღაზიის რეგისტრაციის დასრულების შემდგომ. ხომ არ დაბლოკავს ETSI შემდგომში ჩვენს მიერ გახსნილ მაღაზიას ძალიან მალევე. ეს შემდეგი ფაქტორებია. პირველი, ეს არის ეგრეთ წოდებული device-ი, ანუ მოწყობილობა, საიდანაც თქვენ რეგისტრირდებით ETSI-ზე. ის კომპიუტერი, რომლითაც თქვენ რეგისტრირდებით ETSI-ზე, უნდა იყოს სუფთა. სუფთაში გულისხმება, რომ ამ კომპიუტერზე არ უნდა იყოს მანამდე დარეგისტრირებული ETSI-ის მაღაზია, არც დაბლოკილი და ჯობია რომ არც დაუბლოკავი არ იყოს. ტექნიკურად ორი მაღაზიის რეგისტრაცია ETSI-ზე სრულიად შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტად რეკომენდირებულია, რომ თუ მეორე მაღაზიას არეგისტრირებთ და ერთი მუშა მაღაზია უკვე გაქვთ ETSI-ის სახით, მეორე მაღაზია დაარეგისტრიროთ ან განსხვავებული კომპიუტერიდან, ან დაარეგისტრიროთ მობილური ტელეფონიდან, რომელსაც თავისი მობილური ინტერნეტი გააჩნია. მეორე ნაწილი ეს არის IP მისამართი, ანუ ინტერნეტ მისამართი. მე არ გირჩევთ რომ დაარეგისტრირდეთ ეგრეთ წოდებული საჯარო public IP მისამართიდან, ისეთი როგორიც არის მაგალითად ინტერნეტ კაფე, კაფებარი, ან თუნდაც თბილისი loves you. მე გირჩევთ რომ დაარეგისტრირდეთ ჩვეულებრივი სახლის IP მისამართიდან, რომელზედაც მანამდე უმჯობესია რომ არ იყოს დარეგისტრირებული ETSI-ის მაღაზია. თუ დარეგისტრირებულია, ამ შემთხვევაში არ აუშავს, თუმცა უფრო ჯობია რომ არ იყოს დარეგისტრირებული. ჯობია რომ ერთი სახლიდან ერთ IP მისამართზე იყოს ერთი მაღაზია მიბმული. უკიდურეს შემთხვევაში შეგვიძლია გამოიყენოთ მობილური ტელეფონი, რომელსაც თავისი mobile ინტერნეტი გააჩნია ეგრეთ წოდებული, რომელსაც არ აქვს კავშირი Wi-Fi-სთან. თუმცა მობილური ინტერნეტით სრულიად ახალი მაღაზიის რეგისტრაცია გარკვეულ რისკებს შეიცავს. თუმცა რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ გავრისკოთ რაღაცა კუთხით. მესამე ნაწილი ეს არის ეგრეთ წოდებული affiliate link-ი, ან 40 განცხადება, რომელსაც გვაძლევს შეუძლია რომ სხვა მაღაზია მოგცეს და ჩვენ მივიღოთ უფასო 40 განცხადება.
თუ თქვენ პირდაპირ etsy.com-ზე პირდაპირ ლინკით etsy.com-ით დარეგისტრირდებით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს. თუმცა, თუ თქვენ იყენებთ ან უფასო 40 ერთეულიან ლინკს, მნიშვნელოვანია რომ დარწმუნდეთ, რომ აი ამ ლინკის გამცემი მაღაზია არ არის დარღვევების მქონე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადახვიდეთ აი ამ მაღაზიის ლინკზე, გადახედოთ აი ამ მაღაზიის შეფასებებს და შესაბამისად გამოიყენოთ მხოლოდ ამის შემდგომ ეს ლინკი. შეიძლება დარღვევების მქონე მაღაზიის ლინკმა ასევე თქვენს მაღაზიაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინოს. და ბოლო, მეოთხე ნაწილი, ეს არის ეგრეთ წოდებული სამეული, რომელიც გამოჩნდება ქვედა გრაფაში. ეს არის ვალუტა, ეს არის ასევე ქვეყანა და რეგიონი. მე გირჩევთ რომ აუცილებლად რეგისტრაციის პროცესში etsy.com-ზე ქვედა გრაფაში ყურადღება მიაქციოთ რეგიონს, ენასა და აი ამ დეტალებს და ვალუტას. ჯობია რომ იყოს მითითებული რეგიონად აუცილებლად საქართველო, ენად აუცილებლად გირჩევთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში იყოს მითითებული ინგლისური და არა რუსული, შეიძლება თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს, თუმცა რეგისტრაციის პროცესში აუცილებლად გირჩევთ რომ მიუთითოთ ინგლისური ენა და ვალუტად მითითებული იყოს ამერიკული თვითონ ეს ვთქვათ, ანუ დოლარი. ასევე ესე ვთქვათ, ენის ნაწილში მან გახლავთ ინგლისურის რამოდენიმე ვარიანტი, ეგრეთ წოდებული ბრიტანული და ასე შემდეგ. უფრო მეტად გამოყენებადი არის ამერიკული ინგლისური, English ფრჩხილებში USA, რომელიც მითითებული არის თვითონ ეს ვთქვათ, აი ამ ნაწილში. ეს არის ძალიან მცირე მონახაზი იმ წინა პირობებისა, რომლებიც თქვენ გაგიზრდით ჩანს etsy-ზე მაღაზიის წარმატებით რეგისტრაციისათვის. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს etsy-ზე რეგისტრაციას. უშუალოდ პროცესს ეხლა უკვე ვიდეოს სახით გავივლით. შესანიშნავია. მოდით განვაგრძოთ ჩვენი პროცესი და ავირჩიოთ შესაბამისი ინფორმაცია. Shop language-ში შეგვიძლია დავტოვოთ ინგლისური ენა, shop country-ში საქართველო გამოჩნდება, ჩვენ ვისაუბრეთ თვითონ ეს ვთქვათ იმ ფაქტორებზე, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველო გამოვაჩინოთ. მივაქციოთ როგორც მოახსენეთ ყურადღება ქვედა გრაფას აუცილებლად, რომ ქვეყანაში საქართველო იყოს მითითებული, ენა იყოს ინგლისური, ეგრეთ წოდებული USA ამერიკული, არც ერთ შემთხვევაში რუსულზე არ გადაიყვანოთ, ძალიან გთხოვთ. და დავტოვოთ რა თქმა უნდა ვალუტა ამერიკული დოლარი. Save and continue გლაკს დავაკლიკოთ და შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ. შემდეგი ნაწილი უკვე არის ჩვენი მაღაზიის სახელწოდების არჩევა. მაღაზიის სახელი შეგახსენებთ რომ უნდა იყოს უნიკალური. თუ კი ეს სახელი უკვე არსებობს, მაგალითად ჯორჯია უკვე იარსებებს, ჩვენ დაგვიწერს etsy რომ ეს სახელი უკვე აღებულია. ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება განსხვავებული სახელის შერჩევა. სიმართლე გზად არ ვიყავი ამისათვის, მოდი დავირჩევ. ესე იგი, აი გონიო მიყვარს ძალიან. გონიო თბილისი. ავირჩევ. ეს სახელი დიდად არ იქნება ჩემი აზრით მაღაზიისთვის მისაღები. ყოველ შემთხვევაში თუ ისეთი სახელი იყო არჩეული, რომელიც ესე ვთქვათ, თქვენთვის არ გაგიწითლად, გირჩევთ რომ ციფრი მიამატოთ და ამ შემთხვევაში წესი წინ გაგუშვებს. არ გირჩევთ რომ გამოიყენოთ სპეციალური ნიშანი, კითხვის ნიშანი, ტირე, თუნდაც წერტილი და ასე შემდეგ. მსგავსი რაღაცები etsy-ს არ უყვარს. და მოვიდა დრო, რომ დავამატოთ ჩვენი პირველი განცხადება.
მოგახსენებთ, რომ ეციზე შეიძლება ორი ტიპის განცხადების ნივთის გაყიდვა. ეს არის ფიზიკური ნივთი და ეს არის ციფრული ნივთი. Შეიძლება ციფრული ნივთი ატვირთოთ, ციფრული ნივთი ეს არის ისეთი ნივთი, რომელიც გადაიგზავნება ონლაინ კომპიუტერის საშუალებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საქსოვის სქემა, საჭრელი ფაილი, ლოგო, მუსიკა, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ციფრულ პროდუქციასთან ასოცირდება. თუმცა ჩვენ მოდით ავირჩიოთ ფიზიკური თვითონ ის ვთქვათ ნივთი, მე ტრადიციულად ავირჩევ კატეგორიას მაგალითად ყანწევისას, რომელიც ჩემთვის ნაცნობი იყო, ჩავწერე drinking horns მაგალითად, ავირჩევ ერთ-ერთ კატეგორიას, გირჩევთ დააკვირდეთ, ხო ნამდვილად სწორი არის ეს კატეგორია, თუ კატეგორია არასწორია, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. Შეიძლება შემდგომში ცეცვალოთ. შემდგომი არის კითხვა, ვინ გააკეთა ეს? და ჩვენ სამი ვარიანტი გვაქვს. მე გავაკეთე, ჩემი მაღაზიის ერთ-ერთმა წერმა გააკეთა, ან სხვა კომპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ სხვა კომპანია მიუთითოთ, მე არ გირჩევთ ამას. რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იმ სხვა კომპანიის რეგისტრაცია დაგჭირდებათ, რაც არც თუ ისე ხელსაყრელია. შეგიძლიათ აირჩიოთ member of my shop, ჩემი მაღაზიის ერთ-ერთმა წერმა გააკეთა, ან უბრალოდ I did, მე გავაკეთე. შემდგომი კითხვა არის, რა არის ეს? ეს არის პირველი დასრულებული პროდუქტი, თუ ეს არის მატერიალი, საშუალება ხელნაკეთი ნივთის გასაკეთებლად. მე პირველ მათგანს მოვნიშნავ. და ასევე მესამე კითხვა, როდის გააკეთეთ? შეიძლება ეს ნივთი იყოს შეკვეთის შემდგომ დამზადდეს, შეიძლება იყოს გაკეთებული. მე გირჩევთ, რომ მიუთითოთ 2020-2025 წლები. შემდეგი კითხვა დაკავშირებულია თვითონ ესე ვთქვათ, თუ როგორი არის, თვითონ როგორ დამზადდა ეს პროდუქტი. ძალიან ხშირად ისმება კითხვა, რა ითვლება ხელნაკეთ ნივთად? მაგალითად, არის თუ არა ხელნაკეთი ნივთი ისეთი პროდუქტი, მაგალითად მაისური, რომელიც შევიძინეთ, არის ქარხნული, თუმცა მე მაგალითად ხელით მოვხატე. მე თუ გარკვეული ხელით ნამუშევარი შევიტანე ნივთში, ის უკვე ხელნაკეთ ნივთად ითვლება. ხელნაკეთი ნივთი რამდენიმე ეტაპად იყოფა. შეიძლება ბოლომდე მე გავაკეთო, მაგალითად თიხა, მოვიტანო, მოვზილო, გამოვწვა და დავდო. შეიძლება რაღაცა მსგავსიც იყოს. მოკლედ, თუ კი თქვენი ხელნაკეთი ნამუშევარი ურევია, ეს უკვე ხელნაკეთ ხელით მუშაობა ურევია, უკვე ხელნაკეთ ნივთად ითვლება. თქვენ ჩამოთვლიდან შეგიძლიათ საშუალო ვარიანტი არჩიოთ, მე მოკლედ პირველივე ვარიანტს ავირჩევ და გადავალ შემდეგ ნაწილზე. მინიმალური ცოდნა ინგლისურის ალბათ არა, რაღაცა დონეზე კარგი არის, თუმცა ბევრი არც არაფერი ჭირდება, აი ეს კითხვები შეგხვდებათ ყველა განცხადების დამატებისას. ბოლო-ბოლო გადათარგმნით, მიუთითებთ რა რას ნიშნავს და ამით დამთავრდება ჩვენი წვალება, თუ ეს თქვა ინგლისურთან რაიმე პრობლემა გაქვთ. აქ აუცილებელია მიუთითოთ, ხომ არ იქნა დამუშავებული ეს პროდუქტი რაღაცა დამატებითი, ესე ვთქვათ, სისტემით. მაგალითად, ყველაზე მარტივი არის, რომ მაგალითად ის მატერია, რომელიც თქვენ შეიძინეთ, შეკერეთ მაგალითად, დამუშავდა საკერავი მანქანით მაგალითად, რაიმე სხვადასხვა დანადგარით, ხომ არ არის ეგრეთ წოდებული AI გენერირებული პროდუქტი. ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები შეგიძლიათ უპრობლემოდ განთავსოთ ეციზე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ მიუთითოთ აუცილებლად, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეციმ შეიძლება აკაუნტი უბრალოდ დაბლოკოს, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ პროდუქტში ხელოვნური ინტელექტი არის ჩართული. გავასწრებ მომენტს და გეტყვით, რომ ხელოვნური პროდუქტით შესანიშნავად იყიდება პროდუქცია. თუ თქვენ ყავთ პარტნიორი, აი ამ კითხვაზე, პირველ კითხვაზე, რომელიც აი იქ იყო მითითებული და მე გირჩიეთ, რომ არ მიგეთითებინათ სხვა კომპანია, აი აქ თუ მიუთითებთ სხვა კომპანიას, ამ შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ, რომ ეს კომპანია აი ამ ღილაკით დაამატოთ და შესაბამისად მყავდეთ ეს ვთქვათ, მითითებული სისტემაში. მე ეს ინფორმაცია მიუთითე, save and continue ღილაკ თვითონ ვთქვათ, დავაკლიკავ და დავამატეთ დამატებით ინფორმაცია ჩვენი პროდუქტისას. Title ეს არის პროდუქტის სახელწოდება. რა ქვია ჩვენს პროდუქციას? პროდუქციის სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეცის ალგორითმისთვის. ამ საკითხზე ჩვენ რეგისტრაციის პროცესში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ერთი-ორი სიტყვით გეტყვით, რომ გირჩევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის კიუორდები, საძებო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ პროდუქტთან. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ავკრებ drinking horn viking horn for viking horn gift ესე იგი viking horn gift შეიძლება ესე ვთქვათ, ესე იგი gift for her. აქ მაქსიმუმი 140 სიმბოლოა, 140 სიმბოლო შევსება აუცილებელი არ არის, თუმცა გირჩევთ, რომ დაახლოებით 9-მდე მაინც მიიყვანოთ, 70-მდე მაინც მიიყვანოთ. შემდეგი ნაწილი უკვე არის ფოტო და ვიდეო ჩვენი პროდუქციის. შეგვიძლია ავტვირთოთ 10 სურათი და ესე ვთქვათ ვიდეო.
აუცილებელი არ არის რომ სურათი მიუთითოთ 10 ცალი სურათი აუცილებლად. მე გირჩევთ რომ უბრალოდ ეს სურათები იყოს დახვეწილი, ნორმალური, თუნდაც 5 ცალი, 6 ცალი რეკომენდირებულია 10-ვე მითითებული იყოს სხვადასხვა რაკურსით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რამოდენიმე სურათი აუცილებლად უნდა მიუთითოთ. ეცი ამოწმებს განსაკუთრებით ახალგახსნილ მაღაზიებს და ანალიზებს მისი პლატფორმისათვის, რამდენად მისაღები არის ესა თუ ის ხელოვნის ნამუშევარი, რამდენად აქვს მას დახვეწილი ნამუშევრები. ეს დახვეწილობა გამოიხატება სურათებში. მე ამიტომ გირჩევთ რომ კარგი ნორმალური სურათები მიუთითოთ, არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები სურათებთან არ არის. ტელეფონით შეიძლება გადავუღოთ, თუმცა ნორმალური დამუშავებული სურათები რომ იყოს 10 ცალი, მინიმუმ 5 ერთეული მოდით ესე რომ ვთქვათ და ვიდეო შეგიძლიათ ატვირთოთ, შეიძლება არა. თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ რამოდენიმე წამიანი, დაახლოებით 10 წამიანი, 15 წამიანი მაქსიმუმ ვიდეო გააკეთოთ და დაამატოთ თქვენს განცხადებას. ეცით გვირჩევს რომ ვიდეოს დამატების შემთხვევაში მომხმარებლები უფრო ინტერესდებიან თვითონ აი ამ პროდუქტით. გამომდინარე იქიდან რომ მე ახლა აი ამ მაღაზიას ვაკეთებ, ესე ვთქვათ, უბრალოდ საჩვენებლად, შევეცდები რომ ერთ-ერთი ყანწი ჩამოტვირთო ამ კომპიუტერში გულსფრად ვთქვათ, ან არც მაქვს საერთოდ ეს ამ ყანწის სურათები, აქედან გამომდინარე უბრალოდ ერთ-ერთ მათგან ჩამოტვირთავ და საჩვენებლად აი აქ წარმოვადგენ. შეგიძლიათ იყოს JPG, PNG ფორმატი, მოკლედ ფოტოებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის. მთავარია უბრალოდ რომ იყოს ნორმალური ზომის. ნორმალური თვითონ ვთქვათ, ანუ სურათი. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რომელსაც ქვია thumbnail. Thumbnail რა არის? ეს არის პირველი სურათი, რომელიც გამოუჩნდება საძიებო სისტემაში ადამიანს. ეძას thumbnails-ს დავაკლიკავ, ჩვენ შეგვიძლია გადმოვანაცვლოთ სურათი ისე, რომ ლამაზად უჩანდეს მომხმარებელს. მე გირჩევთ, რომ thumbnails აუცილებლად ყურადღება მიაქციოთ, დაამუშაოთ სრული შემთხვევაში და მორჩა, უკვე thumbnail-ი როცა გამზადებულია, apply გლას დავაკლიკავთ და ჩვენი thumbnail-იც გამზადდება. შემდეგი არის description-ი, ანუ აღწერილობა პროდუქციის. საერთოდ არ დაგაბნიოთ ბევრმა გრაფამ და არ შეგაშინოთ. ეს პირველად როცა ტვირთავთ პროდუქციას, ყოველთვის უფრო რთულია ხოლმე. მერე შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული კოპირება გააკეთოთ განცხადების, ყველა ეს ველი შევსებული იქნება და მცირე ინფორმაციებს შეცვლით. ასევე აღწერილობის გრაფაში შეგიძლიათ რომ დაამატოთ აღწერილობა ChatGPT-ს დააწერინოთ და ეს აღწერილობა გადმოიტანოთ თქვენი ეცის მაღაზიაში. მე ახლა დავწერ მაგალითად, ესე იგი Viking drinking horn from Georgia, Caucasus made from natural horn shipping time 21 working days. მორჩა, რა უნდა დაწეროთ საერთოდ აღწერილობაში? აღწერილობაში გირჩევთ რომ მიუთითოთ, დაწეროთ პროდუქციის აღწერილობა. საერთოდ ყველაზე ეცი გთხოვთ რომ აღწერილობა იყოს საკმაოდ დიდი, იყოს საკმაოდ ისეთი ფართო ესე ვთქვათ, თუმცა ზოგ შემთხვევაში 500 სიმბოლოს გამოყენებაც კი არის რეკომენდირებული, თუმცა მე გირჩევთ რომ მიუთითოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუთითოთ კიუორდები, საძებო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ პროდუქტთან, რომელსაც ეძებენ მომხმარებლები. ეს პროცესი თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი განცხადება მოწინავე პოზიციაზე გამოაჩინოთ ეცის საძებო სისტემაში, რითიც გაზრდით ასევე გაყიდვების შანსს. შეიძლება პროდუქციის პერსონალიზაცია, ანუ რაღაცა დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა, დაწერა მასზე და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ვუთითებთ საფასო განყოფილებას. მე გირჩევთ რომ მიუთითოთ ეგრეთ წოდებული free shipping-ი. Free shipping-ი რას ნიშნავს? გადაზიდვის ღირებულება შეიყვანოთ ნივთის ღირებულებაში. მე გირჩევთ რომ დაიანგარიშოთ გადაზიდვის ღირებულება. ეთი ჯორჯიაში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი კომპანია არის, მათ შორის ყველაზე ისეთი აქტიურად გამოყენებადი ბოქსეტი, რომელსაც იყენებენ ხოლმე handmade-ერები. ნახოთ თუ რა ჭირდება ერთი ნივთის გადაზიდვა ამერიკაში, ამერიკა ყველაზე ძვირია, შესაბამისად შეგიძლიათ გამოითვალოთ ფასი უკვე, ეს გადაზიდვის ფასი შეიყვანოთ ნივთის ღირებულებაში და ეგრეთ წოდებული free shipping-ით განათავსოთ. Quantity რა რაოდენობა გაქვთ ამ ეტაპზე გასაყიდი? მე მიუთითებ 5 ერთეულს. SKU კოდი არ გჭირდება, ეს ცოტა რთული ვარიანტია, როცა პროდუქცია საწყობდება ამერიკაში და ასე შემდეგ. ჩვენ არაფერს არ ვასაწყობებთ, პირდაპირ ვყიდით პროდუქციას ონლაინ. სრული შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ ვარირება პროდუქციის. რა არის ვარირება? ვარირება ეს არის პროცესი, როცა ერთ განცხადებაში თქვენ პროდუქციის სხვადასხვა ტიპს მიუთითებთ. მაგალითად, ყანწი შეიძლება იყოს 9 ლიტრიანი, 250 გრამიანი, 200 გრამიანი. ტანსმელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომა, SEM-ი, ელი. ვარირება ფერების მიხედვით, ზომის, მოცულობის მიხედვით. მოკლედ, თუ გნებავთ რომ თქვენი პროდუქცია ვარირებადი იყოს, შეგიძლიათ ეს გრაფა აერჩიოთ. მე ამ ეტაპზე აი ამ გრაფას გამოვტოვებ.
შემდეგი ნაწილი უკვე არის ესე ვთქვათ შედარებით SEO-ს გრაფა ატრიბუტები, რისგან არის დამზადებული თვითონ ესე ვთქვათ, ანუ ეს პროდუქტი. შეგვიძლიათ მივუთითოთ მაგალითად თომ, ქვა, მეტალი, თვითონ ესე ვთქვათ, ანუ ქორქი, კერამიკა, ну ალბათ ამ შემთხვევაში რა შეიძლება აურჩიოთ, ერთ-ერთი უნდა აურჩიოთ აუცილებლად. ну ამ შემთხვევაში ეს არც ერთი არ არის, მაგრამ მე მგონი, მაგრამ ну აურჩიოთ ესე ვთქვათ თვითონ მაგალითად ქორქი, ну ალბათ შეიძლება რაღაც დონეზე, ან კერამიკა. ну ამას ყოველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ესე ვთქვათ თვითონ. გადავიდეთ primary color-ზე, საერთოდ შეგვიძლია ეს ინფორმაცია მიუთითოთ და არც მიუთითოთ. აუცილებლად მისათითებელ ველში არის ის გრაფა, რომელსაც წითელი ვარსკვლავი გააჩნია. თუ არ აქვს წითელი გრაფა მითითებული, შეგვიძლია რომ ეს გრაფა გამოვტოვოთ. ასევე შეგვიძლია მიუთითოთ თუ რა ტიპისთვის გამოდგება თვითონ ეს ვთქვათ ეს პროდუქტი, მაგალითად გადამუშავებადი არის თუ არა თვითონ ეს ვთქვათ, ანუ FCS სერტიფიცირება გაკეთებული არ აქვს თუ არა. occasion-ი მაგალითად დაბადების დღისთვის, ნათლობისთვის, რისთვის გამოდგება სასაჩუქრად ესე ვთქვათ ეს პროდუქტი. შეგიძლიათ ეს გრაფა გამოტოვოთ კიდეც. შეგვიძლია მიუთითოთ თეგები, ეს არ არის აუცილებელი გრაფა, თუმცა საძიებო სისტემისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მიუთითოთ ის 13 სიტყვა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პროდუქტთან. ამას ქვია სისტემის SEO, Search Engine Optimization, საძიებო ძრავის ანუ სისტემის ოპტიმიზაცია. და მაგალითად ჩავწერ აი აქ რომ მთავარ keyword-ებს drinking horn, მაგალითად viking horn და ასე შემდეგ. ანუ მე არ გავავსებ 13-ვეს, ამაში დროს არ დავკარგავ და პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ დამატებით დეტალებზე. ფიზიკური ნივთი არის ჩვენი პროდუქტი, ასევე კატეგორია მითითებულია და გადავდივართ უკვე shipping-ის გრაფაზე. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ეგრეთ წოდებული shipping პროფაილი, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ერთხელ შევქმნით აი ამ პროფილს და მერე აღარ დაგვჭირდება ამ ინფორმაციის მუდმივად მითითება. Georgia, country of origin, წარმოშობის ქვეყანა, დავტოვოთ საქართველო, პოსტკოდი, ჩაწერეთ თქვენი საცხოვრებელი კოდი. მე ჩავწერთ ჩემი სახლის კოდ. Processing time, ეს არის დრო, რა დრო თქვენ ჭირდებათ პროდუქტის გადამზიდ კომპანიამდე მისატანად. დავაზუსტებ. თუ კი თქვენი პროდუქცია მაგალითად დამზადებას რო ჭირდება, მე გირჩევთ რომ შედარებით დიდი processing time მიუთითოთ. ეს დრო არ ითვლება გადაზიდვის დროში. თუმცა ძალიან ბევრს არ გირჩევთ, იმიტომ რომ არ დაობნიოთ მოხმარებელი. თან ეს სამუშაო დღე არის. 1-3 სამუშაო დღე, 1-2 სამუშაო დღე, სრულიად მისაღები ვარიანტია. უნდა მიუთითოთ გადაზიდვა საქართველოში, თუ იმ საქართველოდან იყიდა, რის შანსიც ძალიან ნაკლებია, მიუთითოთ მაგალითად რომ 3 დღეში მიიღებს და სოფლიოში, თუ იმ სოფლიოში შეიწყიდის პროდუქციას, მოდი თავი დაუძღვიოთ, 14-20 დღე მიუთითოთ. ფიქრობ სრულიად ნორმალური ვადა იქნება. ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ დამატებით მიუთითოთ დაჩქარებული გადაზიდვას, თუმცა ამას უკვე შემდეგ შეხვედრებში ვნახავთ, ძალიან რომ არ გაგვეწოლს ისედაც საკმაოდ თვითონ დიდი გამოდის ვიდეო. შეგვიძლია დავამატოთ პოლიტიკა, თვითონ ესე ვთქვათ, ad policy ღილაკით, ეს არის სავაჭრო პოლიტიკა. ეს ნიშნავს რომ თქვენ გარკვეული პერიოდის მერე უკან დაბრუნება შეიძლება მომხმარებელს, ოღონდ მყიდველს, ოღონდ მან უნდა გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება. ну, თუ გნებავთ შემდგომ შეგიძლიათ პოლისში შებრძანდეთ და შეცვალოთ ეს ინფორმაცია, თუმცა პირველ ეტაპზე შეგვიძლია დავტოვოთ. და მიუთითოთ თუ როგორ მოხდება განახლების ოპცია. რას ნიშნავს განახლება? ერთადერთი ფასი, რასაც ჩვენ ვიხდით პროდუქტის დამატებისას, ეს არის 20 ცენტი. ამას ემატება 18% საქართველოს ახალი კანონმდებლობით, ну არ თუ ისე ახალი კანონით, დაახლოებით 25 ევრომდე 25 ცენტამდე გამოდის ერთი ნივთის ღირებულება 4 თვის განმავლობაში. 4 თვე რომ გავა, ავტომატურად განახლდეს ეს განცხადება, თუ არ განახლდეს და ვადაგასულებში გადავიდეს. შეგიძლიათ მიუთითოთ ავტომატური ეს უფრო რეკომენდირებულია ან მენუალი. ანუ თქვენ სულის მიხედვით განაახლებთ თვითონ ვთქვათ აი ამ განცხადებას. Save and continuous როგორც კი დავაკლიკავთ, ჩვენი ერთი განცხადება დამატებული იქნება. მე გირჩევთ რომ მაღაზიის გახსნისას დაამატოთ კიდევ განცხადებები. არ იფიქროთ რომ მარტო ერთი განცხადება არის და მორჩა. ეცის წარმომადგენლები ძალიან კარგად აკვირდებიან თქვენს მაღაზიას, ახალ გახსნილ მაღაზიებს და არჩევენ რომელი მაღაზია დატოვონ ან რომელი დაბლოკონ. მე გირჩევთ რომ დაახლოებით 5-10 განცხადება დაამატოთ საუკეთესო პროდუქტები, რითიც უკვე რაღაცა დონეზე ნორმალური იქნება თქვენი მაღაზია და დაბლოკვის რისკი შემცირდება. აი 5 მაინც განცხადება რაღაც დონეზე საკმარისია, 10 უკეთესია. კეთილი. მე ხლა გამომდინარე იქიდან რომ უკვე გადავდივარ შემდეგ ნაწილზე, ცოტა ვჩქარობ, do this later დავაკლიკავ, აღარ მოგაცნემ თქვენ განცხადების დამატებაში და პირდაპირ გადასახადო სისტემაზე გადავიდეთ. საქართველოში ჩართული არის ETSI Payment-ი. სად არის ჩვენი ბანკი ლოკალიზირებული? ეს არის საქართველოში. სად არის თვითონ ეს ვთქვათ, ანუ country of residency, ეს არის თვითონ ეს ვთქვათ, ანუ ჯორჯია, საქართველო და ჩვენ შეგვიძლია რომ დავაკავშიროთ ჩვენი ეგრეთ წოდებული პეიონერის ანგარიში ჩვენს სისტემასთან.
ჩვენ პირველი მაგიტო ვიწვალეთ პეიონერის გაკეთება, რომ შეგვძლებოდა პეიონერთან დაკავშირება. მე გირჩევთ, რომ დაელოდოთ ანა პეიონერი მოგანიჭებთ სრულად თავის კოდებს, მოგანიჭებთ სრულად თავის ინფორმაციას, ესე ვთქვათ, საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. და როცა უკვე პეიონერი რეგისტრირებულია, შეგიძლიათ რომ ესე ვთქვათ, მიუთითოთ რომ ესე ვთქვათ, თქვენ გაქვთ უკვე პეიონერის ანგარიში, already have a pioneer account-ი, დააკლიკოთ. პეიონერი გირჩევთ რომ გახსნილი ქონდეთ ეცის რეგისტრაციისას, რომ დაკონექტება, დაკავშირება მარტივად მოხდეს შედარებით სისტემის ერთმანეთთან. სისტემა გადაინაცვლებს, აი აქ ჩვენ ჩავწერთ ჩვენი პეიონერის accounts ოღონდ გამომდინარე რომ ჩემი მეილით არ რეგისტრირდები, სულ მავიწყდება მეილი, ესე იგი ჩავწეროთ პეიონერის მეილი, მეილის პაროლი და ID ჩავწეროთ, ესე იგი ეს არის მეილი, ეხლა მიუთითოთ ჩვენი პეიონერის მეილი, აი ესე, იმედია სწორად ჩავწერე პაროლი, sign in ღილაკს დავაკლიკოთ და უნდა გავიმეოროთ. მე მგონი ამჯერად სწორად აგვაქვს მითითებული, დავადასტურებთ რომ ჩვენ არა ვართ რობოტი, ამას პეიონერი ხშირად მიმართავს ხოლმე, გვაწვალებს ხოლმე აი ამ ნაწილში, თუმცა არ აუშავს. ამ პროცესს ჩვენ ერთხელ გავივლით და შემდგომში უკვე პრობლემა აღარ იქნება აი ამ შემთხვევაში. next ღილაკს დავაკლიკოთ, მიუთითოთ ყველა სურათი, რაც აი აქ არის ვერიფიცირებისათვის მოცემული, რათა ნამდვილად დავარწმუნოთ სისტემა ჩვენს ესე ვთქვათ აუტენტურობაში. უკვე მეც დავიღალე ძალიან დიდი ხანი გრძელდება ჩაწერა ვიდეოსი, კეთილი და ესე იგი კვლავ ჭირდება თვითონ ვთქვათ მითითება ინფორმაციის და როგორც კი ჩვენ აი ამ ინფორმაციას მიუთითებთ, შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ ესე ვთქვათ ეს გრაფა და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. შესანიშნავია, ჩვენ გადავიხადეთ უკვე ერთჯერადი თანხა, როგორც თქვით, რომელიც $15-ია, მხოლოდ ერთხელ იხდება და მეჯერ არა, ეს თანხა რა თქმა უნდა, ასევე 20 ცენტი, რომელიც არის ჩვენი ერთი ატვირთული ნივთის ღირებულება. შემდგომი ნაწილი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე ვერიფიკაციის პროცესი ETSI-ზე. უნდა დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ჩვენ ვართ პრაქტიკულად. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია რომ მიუთითოთ ეგრეთ წოდებული აპლიკაცია Authenticator app-ი. ამისათვის ჩვენ უნდა ჩამოვტვირთოთ სპეციალური აუთენტიფიკატორ სისტემა, რომლითაც შევინახავთ ეს თქვა კოდებს. ან შეგვიძლია უბრალოდ SMS-ი ავირჩიოთ და პირველი SMS-ზე ვცადოთ. უბრალოდ შეიძლება SMS-ზე არ მოვიდეს თვითონ ეს თქვა ეს კოდი და ამ კოდმა შეგვიშალოს თვითონ ეს თქვა ხელი, მაგრამ არ აუშავს. გირჩევთ რომ აუცილებლად ვცადოთ. კოდი სწრაფად მოვიდა, ესე იგი ეს კოდი სულ იცვლება 50 83 98. Continue ღილაკს დავაკლიკოთ და უკვე გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე. ეს არის მომენტი, რომ მოგვენიჭება სპეციალური კოდები. ეს რა კოდებია? ეს არის backup კოდები, სპეციალური კოდები თქვენი მაღაზია თუ კი დაიბლოკა, ან რაიმე პრობლემა შეექმნა, თქვენ ამ კოდებით შეძლებთ მაღაზიაში შეცვლას. მე გირჩევთ რომ ეს კოდები არავის არ გაუზიაროთ, ეს კოდები აუცილებლად შეინახოთ და გქონდეთ განსაკუთრებულ ადგილას შენახული სპეციალურად, იმიტომ რომ პრაქტიკულად აი ეს კოდები, ამ კოდების გარშე შეიძლება უბრალოდ მაღაზიაში პაროლის დაუწყების შემთხვევაში ფიზიკურად ვერ მოახერხოთ შესვლა. ეს კოდები ძალიან დაგეხმარებათ ამ პროცესში. მას შემდეგ რაც კოდებს გადავუღეთ, სურათი, სკრინი და ასე შემდეგ, Open your shop ღილაკს შეგვიძლია თვითონ დავაკლიკოთ. დავალოდოთ თვითონ ესე ვთქვათ, აი ამ თვითონ ეს ვთქვათ სისტემას და საერთო ჯამში მივიღებთ უკვე დაგვარეგისტრირა თვითონ ესე ვთქვათ, როგორც წესი, აი ესეთი რაღაცა გამოჩნდება, ესე ვთქვათ, და საერთო ჯამში ჩვენ უკვე მივიღებთ, ჯერ შევინახოთ თვითონ ესე ვთქვათ, შენახული იქნება კოდები და მას შემდეგ რაც თვითონ ესე ვთქვათ, შევინახეთ, ჩვენი მაღაზია უკვე დარეგისტრირდება. ჩვენ ნახავთ ჩვენთვის აი ამ საყვარელ გრაფას, რომელსაც ქვია თვითონ ესე ვთქვათ, ETSI-ის მაღაზია. გადავინაცვლებთ უკვე ჩვენს ETSI shop-ში ესე ვთქვათ, და უკვე ჩვენი მაღაზია იქნება რეგისტრირებული. ჩვენი მაღაზია რეგისტრირებულია, ჩვენი თვითონ სისტემა დამატებულია და ჩვენ შეგვიძლია რომ დავამატოთ უკვე განცხადებები. როგორ დავამუშავოთ, როგორ დავამატოთ განცხადებები, ამაზე სხვა ლექციაში თქვენ გიჩვენებთ აუცილებლად.
შეხვედრის დასასრულს თუ გახსენით etsy shop-ი ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა. ასევე კიდევ ერთხელ მოგწალებულად ვთხოვთ, რომ თუ გააკეთებთ დონაციას e-commerce ასოციაციაში, ძალიან მადლობელი ვიქნებით, ძალიან დიდი мотиваცია იქნება ჩვენთვის ნებისმიერი დონაცია, რომ ჩვენ შევძლოთ შემდგომში თქვენთვის საინტერესო ვიდეოების ჩაწერა, გადმოცემა, უპასუხოთ თქვენს კითხვებს და მაქსიმალურად გავავრცელოთ etsy საქართველოში, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი კარგი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე და ქართულმა ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ რეალურად თავიანთი პროდუქციის გლობალურ ბაზარზე რეალიზაცია. ეს ძალიან კარგი რამ არის თითოეული ადამიანისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის. კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკის ანგარიშები, საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაცია არის მიმღები, იქნება ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში მითითებული. თუ რამე პრობლემა შეექმნათ, შეგიძლიათ ყოველთვის დაწეროთ ჯგუფში, დარეგისტრირდეთ ჩვენ სისტემაში etsy.gr, თუ გჭირდებათ უკვე ჩვენი დახმარება, ეს თქვათ, ანუ ფასიანი სერვისი, ესე ვთქვათ, კონსულტაცია, მაღაზიის გამართვა და ასე შემდეგ, ჩვენ მოხარული იქნებით რომ დაგეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებებს სულთა და გულით etsy-ზე, გისურვებთ ძალიან ბევრ გაყიდვებს და გისურვებთ პოპულარულ მაღაზიას. იცოდეთ რომ ბევრი ადამიანი საქართველოსდან უკვე ყიდის თავის ხელნაკეთ პროდუქციას, ბევრმა ადამიანმაც შესანიშნავად გამოიყენა etsy და etsy ძალიან დიდი შესაძლებლობა არის პირადად თქვენთვისაც, რომ თქვენი პროდუქცია, თქვენი ხედვა, თქვენი ემოცია, რომელსაც დებთ თქვენს ხელნაკეთ ნივთებში, გააცნოთ მსოფლიოს. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებებს. დროებით მომავალ შეხვედრამდე.